გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კი მოგეცით საჯაროდ სიტყვა მეგობრებო და მგონი iPhone 16 Pro Max-ზე ხელიც დავდე და დავიფიცე რომ ზურაბიშვილ სალომეზე მეც არაფერს ვიტყვი მეთქი, მაგრამ არ მაძლევს ეს ხალი მისი სახელის დავიწყების საშუალებას და ამიტომ თქვენი ნებართვით სიტყვა უნდა გავტეხო. ხშირად მიწევს სიტყვის გატეხვა ამ ბოლო დროს და ეს არ არის კარგი. ხომ გაიგეთ რა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა ამ ტირაჟში გასულმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს. აშშ-ს არ შეუძლია კავკასიაში დამცირდეს 3,700,000 მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერო. ეს მან აშშ-ში თქვა ამ წლის 22 იანვარს. ანუ ტიპშა ჩადის ამერიკაში და ამერიკელებს ეუბნება არ გიტყდებათ რომ ჩვენი ქვეყანა სადაც მე უადო პრეზიდენტი ვარ და რომელსაც თქვენს ქვეყანაზე 100-ჯერ უფრო მცირე მოსახლეობა ყავს ამდენს რომ გიბედავ და ასე გამცირებთ. აზრი ესაა მისი ლაპარაკისა. საინტერესოა ამერიკელები ამას როგორ უყურებენ. თუ ამერიკელი აზრიანია, კი გაიფიქრებს ამ ქალს ტვინი აქვს საერთოდ, თუმცა ზურაბიშვილს თვალებში კარგად რომ ჩახედო და აინახო მის ტვინის კოლოფში მხოლოდ ერთი დიდი და დაუკმაყოფილებელი ამბიცია დევს. და თუ კი მას უაზრო ამერიკელი შეხვდა, გაგიკვირდება და ასეთებიც არსებობენ. ის გაიფიქრებს და იტყვის კიდეც, მართალია ეს ქალი, ამას ჩვენ ჰეგემონ სახელმწიფოს როგორ გვიბედავს ვიღაც ციცქნა ქვეყანა, რომელსაც არაფერი არ აქვს, არც ნავთი, არც ბირთვული ბომბი და არც ჯანსაღი ჯაზი. მე არ ვიცი მეგობრებო, თქვენ ასეთ ქმედებებსა და საქციელს რას უწოდებთ, მე კი ამას ღალატს დავარქმევდი. თუმცა არაერთხელ მithქვამს რომ შეიძლება მხოლოდ სამშობლოს უღალატო და საქართველოს ზურაბიშვილი სამშობლო არა. ის რომ ზურაბიშვილი ეთნიკური ქართველია და რამდენიმე ქართული სიტყვა იცის, ეს არაფერს ნიშნავს. მე ვიცნობ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ და უკრაინა ეზიზღებათ ისე, რომ გონი პუტინს არ ეზიზღება. მათთვის უკრაინა იმის და მიუხედავად, რომ ძალიან უკრაინული გვარები აქვს, სამშობლო არა. სხვა ვარიანტიც ვიცი, როდესაც რუსული გვარის პატრონი უკრაინელზე უფრო უკრაინელია. ასეთი შემთხვევები ცალკე ფენომენია და ამის განმარტებას ალბათ ვინმე კარგი ფილოსოფოს ფსიქოლოგი შეძლებს. თუმცა რა დიდი ფსიქოლოგია უნდა ამას. ადამიანს უყვარს ის ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და სად მამა, პაპა ეგულვის, მერე ტექსტის მიხედვით. ალბათ მე რომ კუალა-ლუმპურში ყოფილიყავი დაბადებულ გაზრდილი, მიუხედავად ჩემი მეგრული გვარისა, მეყვარებოდა კუალა-ლუმპური და საქართველოს შევხედავდი სულ სხვა გვერდიდან. ეს ისე მაგალითისთვის ვბრძანე, თუმცა ჩემი მაგალითი შეიძლება არ იყოს სწორი და დამაჯერებელი. ვუბრუნდები ზურაბიშვილს. რატომ აქვს ზურაბიშვილს საქართველოსადმი განსაკუთრებული ანტიპატია? გონია რომ ზურაბიშვილი საქართველოსადმი არ სიყვარული იმიტომაა, რომ მისი აზრით სრულიად საქართველო ის არ მიიღო, არ გადასა საქართველოს გასაღები. ხმამაღლა არ აღიარა მისი უპირატესობა და როდესაც მას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, მთელი მოსახლეობა არ დავემხეთ მუხლებზე და არ თხოვეთ გვმართე და გვიბატონე. დააკვირდით ზურაბიშვილის სახის გამომეტყველებას, როდესაც ის საქართველოშია. კარგად დააკვირდით, მეგობრებო, ის ზემოდან გვიყურებს, ის ეკატერინე მეორესავით დაიარება და თავი ეკატერინე მესამე გონია. არასდროს მინახავს მის სახეზე ჭეშმარიტი სიხარული და გაბწყინებული თვალები. ერთხელ ნახე მის სახეზე განსხვავებული გამომეტყველება, როდესაც ნოტრ-დამ-დე-პარის გახსნაზე ტრამპს მიუახლოვდა და ლამის მუხლზე ამბორა. აი მაშინ მისი სახის გამომეტყველება იყო სულ სხვანაირი. სახეზე ეხატა დამავალე და შევასრულებ.
თუმცა ტრამპმა არაფერი დაავალა, ბოროტიანები ამბობენ, რომ ვერც მიხვდა ვინ იდგა მის წინაშე, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. ისე კი რა მახსენდება, იცით? მახსენდება ის, რომ სააკაშვილი 2013 წლის მერე მთელ მსოფლიოში რომ დარბოდა და საქართველოს ლაპს ასხავნდა. იგივეს აკეთებს ახლა ზურაბიშვილი და ეჭვმა, რომ ასეთი გზით თუ იარა, ადრე თუ გვიან ის მიუწება ვივამედელ განდეგილს გვერდით. გვერდითა პალატაში. უკეთეს შემთხვევაში კი შეიძლება ოდესის გუბერნატორშადაც დაინიშნოს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.